მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე ვიდეო lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ერთი ძალიან პატარა პროგრამის გადმოწერა და დაყენება. ეს პატარა პროგრამა ძალიან წააგავს პროგრამას, რომელიც მე უკვე განვიხილე და რომლის შესახებაც არხზე ვიდეო დევს. ეს არის Patch My PC, რომელიც გვეხმარებოდა ავტომატურად პროგრამების სკანირებაში და შემდგომ მათ განახლებაში. სწორედ მსგავსი ფუნქციონალი აქვს ამ პროგრამას, მაგრამ დამატებით კიდევ აქვს გარკვეული ფუნქციონალი და დღეს მე თქვენ გასწავლით თუ როგორ შეგვიძლია ამ პროგრამის მიღება. ამასთანავე, ეს პროგრამა არის სრულიად უფასო, მეგობრებო, და ღია კოდის მქონე, რის შედეგადაც ამ პროგრამის შემქმნელებს აქვთ GitHub-ზე ყველაფერი, აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია ატვირთული და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ეჭვი გეპარებათ, რომ ეს პროგრამა შეიძლება იყოს რაიმე სახით საშიში, ან შეიცავდეს კოდში რაიმე სახის საზიანო კონტენტს, შეგიძლიათ უპრობლემოდ გადაამოწმოთ. პირველ რიგში გავხსნათ ბრაუზერი და საძიებო სისტემაში ჩავწეროთ პროგრამის სახელი, რომლის სახელწოდებაც არის Winged UI. ამის შემდგომ დავაჭიროთ Enter-ს და აქ უკვე ამოგვიგდებს ოფიციალურ web გვერდს და GitHub-ის გვერდს. როგორც უკვე გითხარით, GitHub-ზეც აქვს ყველაფერი ატვირთული შემქმნელებს. გადავიდეთ ოფიციალურ web გვერდზე. ჩამოვიდეთ ქვემოთ და დავაჭიროთ Relax Free Download. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია აქ ერთ-ერთი გადმოცაწერი გზიდან ავირჩიოთ პროგრამის გადმოსაწერი ფაილი და გადმოვწეროთ. მაგალითად, პირდაპირ საიტიდან, Microsoft Web Store-დან, GitHub-დან და სხვადასხვა საიტებიდან, რომლებიც ეგრეთ წოდებულ პროგრამების რეპაკებს აკეთებენ. დავაჭიროთ Download Relax და პირდაპირ ამ საიტიდანვე გადმოვწეროთ 54 მეგაბაიტიანი, დაახლოებით, რა თქმა უნდა, 54 მეგაბაიტიანი საინსტალაციო პაკეტი. როგორც კი გადმოწერს, უბრალოდ გავთიშოთ ჩვენი ბრაუზერი, რადგანაც ის აღარ გვჭირდება არაფერში. და გავხსნათ ჩვენი გადმოწერილების გრაფა. გადმოვიტანოთ საინსტალაციო პაკეტი დესკტოპზე და ჩავრთოთ ის ადმინისტრატორის სახელით. ამის შემდგომ ჩვენ შემოგთავაზებთ პროგრამა, რომ დავაყენოთ მხოლოდ ერთი მომხმარებლისთვის ან ყველა რეკომენდირებული მომხმარებლისთვის კომპიუტერში. მე გირჩევთ, რომ რეკომენდირებული მომხმარებლებისთვის, ანუ ყველა მომხმარებლებისთვის დააყენოთ, ვინაიდან და რადგანაც ეს არის რეკომენდაცია უშუალოდ შემქმნელების მხრიდან და ამასთანავე არის სწორი გზა ამ პროგრამის გამოყენებისა. ამის შემდგომ აირჩიეთ ინტერფეისის ენა. აქ არის იგივე რუსული, უკრაინული, თურქული, პორტუგალიური, ესპანურიც უნდა იყოს, მე მგონი, მაგრამ მე ჯერჯერობით არ არის დამატებული. არის პორტუგალიური ორი ვარიანტი, ჩვეულებრივი პორტუგალიური, რომელსაც პორტუგალიაში იყენებენ და ბრაზილიური, იტალიური, ფრანგული, არა ესპანურიც ყოფილა მეგობრებო, ზემოთ არის დამატებული და რა თქმა უნდა ინგლისური. ჩემ შემთხვევაში მე ვირჩევ ინგლისურს, ვაწვევით OK-ს, შემდგომ Next. სტანდარტული დაყენების გზას არ ვცვლი, ეს არის C-დისკი, program files-ი. რა თქმა უნდა, ამას არ ვეხებით. Next. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ ეგრეთ წოდებული portable ვერსია, ანუ პორტატული ვერსია, რომელსაც გადმოწერს და არ იქნება დაყენებული სისტემაში. ის იქნება პორტატული ვერსია, რომელიც შეგიძლიათ ფლეშკაზეც ჩააგდოთ და ნებისმიერ სხვა კომპიუტერზეც იმუშავებს. ან დააყენოთ რეგულარული ვერსია, რომელიც პირდაპირ დაყენდება ჩვენ სისტემაში. ამ შემთხვევაში მე გირჩევთ, რომ რეგულარული ვერსია გადმოწეროთ. შემდგომ Next და საბოლოო ჯამში Install. დაველოდოთ რამოდენიმე წამი. დაყენების პროცესის დამთავრების შემდგომ გავაქროთ ეს გრაფა, ანუ მონიშნული რომელიცაა და launch გვეუბნება, ანუ რომ ჩაერთოს ავტომატურად გავთიშოთ ის და დავაჭიროთ finish. შემდგომ ჩავრთოთ ჩვენი პროგრამა. პროგრამის ჩართვის შემდგომ, როგორც ხედავთ მეგობრებო, სხვა სახელით ირთვება პროგრამა, ეს არ არის გასაკვირი, უახლეს რელიზზე შემქმნელებს უწერიათ, რომ პროგრამას სახელი შეეცვალა. ეს არის ეგრეთ წოდებული rebranding-ი. ამის შემდგომ ხედავთ პატარა ინტერფეისს, ძალიან მინიმალისტურ სტილში არის ინტერფეისი შესრულებული. აქ არის საძიებო სისტემა, სადაც თქვენ შეგიძლიათ კონკრეტული პროგრამა მოძებნოთ. არის ვერიფიკაციის გრაფა, სადაც შეგიძლიათ GitHub-ის აკაუნთით გაიაროთ ვერიფიკაცია და გქონდეთ სრული აკაუნთი. და არის ასევე software update გრაფა.
რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი კომპიუტერის სისტემა, ანუ Windows-ი დაასკანეროთ, მოძებნოთ მასში არსებული ყველა პროგრამა, რომელზეც ამ მომენტისათვის ხელმისაწვდომია უახლესი ვერსიები და ავტომატურად გადმოწეროთ ისინი. როგორც ხედავთ, ჩემი კომპიუტერისთვის ახლა ძალიან ბევრ პროგრამას აქვს უახლესი ვერსია ხელმისაწვდომი და მე შემიძლია რომ კონკრეტული პროგრამები გადმოვწერო. აი მაგალითად, Bitwarden-ი, Blender-ი, Dropbox-ი და Notepad-ი. მაგრამ თუ მე კონკრეტული პროგრამების გადმოწერა არ მინდა და მინდა რომ ყველა ერთად გადმოვწერო, უბრალოდ მოვნიშნავ აბსოლუტურად ყველა კომპონენტს და დავაწვევი update selection, ანუ მონიშნულების განახლებას. აი ესე ძალიან მარტივად, სულ რაღაც რამოდენიმე წამში ოფიციალური საიტებიდან, აი ამ პროგრამების ოფიციალური საიტებიდან მოხდება უახლესი ვერსიების გადმოწერა და ავტომატურად დაყენება სისტემაში, ისე რომ ჩვენ ზედმეტი, ასე ვთქვათ, მოქმედების განხორციელება არ მოგვიწევს. დღეისათვის კი სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც თქვენთვის მინდოდა მესწავლებინა და შემომეთავაზებინა. ვიმედოვნებ, რომ მოგწონთ ჩემს სახზე განთავსებული კონტენტი. თუ რომელიმე თქვენთანგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები ან რჩევები, თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაწეროთ კომენტარებში ან დამიკავშირდეთ სოციალურ ქსელის დახმარებით. მე კიდე შევეცდები, რომ თითოეულ თქვენთანგანს დაგეხმაროთ. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.